ოქროსა და ვერცხლის პრომეთეები წლის საუკეთესო ნამუშევრებისთვის 2 დეკემბერს თბილისში ერთკვირიანი კინომარათონი იწყება. თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალს ამერიკელი რეჟისორის მაიკლ ფორმანის ნამუშევარი დახურავს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოდის საქართველოში. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალისა და ტოკიოს და აბუ-დაბის ფესტივალების შემდეგ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს უკვე საქართველოში შეაფასებენ. შემთხვევითი პაემნები, ტრაგიკომედია, მარტოხელა ადამიანის პრობლემებსა და ჭეშმარიტი მეგობრის მუდმივ ძიებაზე. მთავარ როლებს ფილმში ანდრო საყვარელიძე, არჩილ ქიქოძე და ია სუხიტაშვილი ასრულებენ. ფილმის პრემიერა საქართველოში 2 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში გაიმართება. შემთხვევითი პაემნები რიგით მე-14 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ოფიციალურად გახსნის. ფესტივალზე კიდევ 20-მდე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები. აქედან კი მხოლოდ 1 საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას. არჩილ ქავთარაძის კომასთან ერთად ჟიური კიდევ 9 ფილმს შეაფასებს. თუ რაღაც წარმატება ექნება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნება და ამ წარმატების არ ქონის შემთხვევაშიც თავისთავად მონაწილეობაც უკვე კარგი და გასახარი ამბავია. ეს ფესტივალი განკუთვნილია არა მარტო მაყურებლისთვის, არამედ ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, კინემატოგრაფისტებისთვის, რომლებიც თავისი კლასის ამაღლებას ცდილობენ. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს დამწყებ ხელოვანებს უცხოელი კინოპროფესიონალები ჩაუტარებენ. პარალელურად კი 100 მეტი ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება. ერთი კვირის განმავლობაში პროფესიონალ ჟიურისთან ერთად ამ ფილმების შეფასება ქართულ მაყურებელს კინოთეატრ ამირანსა და რუსთაველში შეეძლება. ძალიან საინტერესოა ის, რომ ფესტივალი ტარდება დეკემბერში, ზუსტად არ შერჩეული თვე, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში აი საუკეთესო კინოფესტივალებზე გამარჯვებულ ფილმებს აქვს საშუალება, რომ აქ ჩამოვიდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე კარგად დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ხელოვანების საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო დიდი წარმატებით დამკვიდრებას. ერთკვირიანი ფესტივალი 2 დეკემბერს გაიხსნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ამერიკელი რეჟისორი მაიკლ ფორმანი ესტუმრება, რომლის ფილმ უკანასკნელი სადგურის ჩვენებით თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურება. კონკურსის გამარჯვებულები კი 7 დეკემბერს გამოვლინდება და მათ ოქროსა და ვერცხლის პრომეთეები გადაეცემათ.